33 წლის ალინა ოზდამიროვა, რომელიც ჩეჩნეთიდან ძმების მხრიდან მუქარის და ზეწოლის გამო იყო გამოქცეული, სავარაუდოდ საქართველოსთან მოტყუებით ან იძულებით დააბრუნეს რუსეთში, სადაც ის ღირსების მკვლელობის მსხვერპლი გახდა. მისი ისტორიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო კომიტეტი SKSOS, რომელმაც პრაქტიკულად დეტალურად გაავრცელა ინფორმაცია, რის გამო გამოიქცა ალია ოზდამიროვა ჩეჩნეთიდან. ამ საგამოძიებო მასალებით დგინდება ის, რომ ოზდამიროვა იყო ჩეჩნეთის საკმაოდ გავლენიანი ოჯახის წევრი, მამამისი და მისი ძმები იყვნენ კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრები და სავარაუდოდ მას ოჯახთან კონფლიქტი მისი სექსუალური ორიენტაციის ან ბიზნეს კავშირების გამო ჰქონდა. ოზდამიროვა საქართველოში ჯერ კიდევ ოქტომბერში ჩამოვიდა, ის თბილისში რჩებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და აპირებდა საქართველოს დატოვებას უსაფრთხო ქვეყანაში, რის შემდეგაც ის უკვე აპირებდა საკუთარი ისტორიის შესახებ საჯაროდ საუბარს. თუმცა ვიდრე ის საქართველოს დატოვებდა და ზუსტად 8 ნოემბერს აპირებდა ის თბილისის დატოვებას, მას მეგობრის ადვოკატმა გამოცემის ინფორმაციით უთხრა, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით. მისმა უფლებადამცველებმა ამ ბრალის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, თუმცა ვერ იპოვეს, რის შემდეგაც უკვე ალია ოზდამიროვა ბაქოში მყოფ ბიძას დაუკავშირდა, სადაც მან ბიძამ უთხრა, რომ მის წინააღმდეგ რუსეთში ნამდვილად იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ამის გამო მას საქართველოს საზღვრების დატოვება, ასე ვთქვათ, გაუჭირდებოდა. ბიძამ მას დახმარება შესთავაზა და უთხრა, რომ საქართველოს საზღვარზე მას ყავდა ნაცნობი, რომელიც დროშას აუშვებდა და 11 ნოემბერს ზუსტად შეძლებდა, რომ საქართველოს საზღვარზე არსებული შავი ხვრელით მას საქართველო დაეტოვებინა. ოზდამიროვა გამოცემის ინფორმაციით ბიძას ენდო, რადგან ბიძა მას ეუბნებოდა, რომ მის მოკვლას მისი ოჯახის წევრები აპირებდნენ ჩეჩნეთში და ამიტომაც მას ეხმარებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველოს იძულებით თუ მოტყუებით დაატოვებინეს ოზდამიროვა, ზუსტად 12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ის გუდერმესში, ჩეჩნეთში დაკრძალეს და სავარაუდოდ გამოცემა ამბობს, რომ ის იყო, ასე ვთქვათ, ღირსების მკვლელობის მსხვერპლი. გამოცემა ასევე ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც ოზდამიროვა საუბრობს სავარაუდოდ მისი ძმების და პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტებზე. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და თუ მე რამე შემემთხვევა მინდა რომ ადამიანებმა იცოდნენ რა იყო და როგორ, მე უკვე გავრისკე ჩემი სიცოცხლე და ვრისკავ ყოველწუთიერად, რომ მე მომკლავენ ან ყელს გამომჭრიან. როცა სახლიდან გამოვედი და ამ ნაბიჯზე წავედი, მე სრულად მესმოდა რომ მომიწევდა ამ თემაზე საუბარი, საჯაროდ საუბარი, მაგრამ თუ მე ვილაპარაკებ, მე ძალიან ბევრი მექნება სათქმელი ძალიან ბევრ რამეზე, რაც არ არის მომგებიანი არც რუსეთის ფედერაციისთვის და არც კადიროვისთვის. ბუნებრივია მე მესმის რომ მე დამემუქრებიან, საფრთხეს შემიქმნიან, მაგრამ არაფერია, მე წავალ ამაზე. რა თქმა უნდა, ჩემს ნათესავებს დაემუქრებიან, ჩემს ძმას, ჩემს ბიძაშვილებს. შეკითხვები პირდაპირ რამზან კადიროვისგან წამოვა, იმიტომ რომ მას პირადად აქვს კავშირი ჩემს მასთან და ის მას პირდაპირ ეტყვის, მოდი, ან მე, ან შენ მას მოვიცილებთ. დასასრული იქნება ასეთი, შეუკვეთავენ ჩემს მოშორებას. მე ვამბობ, თუ თქვენ ორი ადამიანი 100 კილოგრამი წონით, თან ერთი მათგანი სპორტის ოსტატია, ჩემპიონია, მეორე კი ქალაქის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსი. მე ვეუბნები, თქვენ თუ გონიათ რომ ჩამკეტავთ, მცემთ და მე პატიებას გთხოვთ, ძალიან ცდებით. თქვენ ჩემს მოკლასაც კი ვერ გაბედავთ, მიდით, მომკალით. ჩემი ძმა მეუბნება, მე ხელებს არ დავისვრი შენს მოსაკლავად, ჩემს თავზე არ ავიღებ ამ ცოდვას. ჩემთვის ადვილია გადავუხადო ადამიანს და შენ დაგამთავრებენ, სადაც არ უნდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ალია ოზდამიროვას უფლებადამცველები ეუბნებოდნენ, რომ ემუქმედა პირველადი გეგმის მიხედვით და საქართველოს 8 ნოემბერს დაეტოვებინა, მან ბიძის რჩევის მიხედვით საქართველოსთან გაფრენა გადაავადა და ზუსტად 9 ნოემბერს მას დაატოვებინეს იძულებით ან მოტყუებით საქართველოს საზღვარი, რის შემდეგაც უკვე ის აღმოჩნდა ღირსების მკვლელობის მსხვერპლი და უკვე ოფიციალურად 12 ნოემბერს დადასტურდა, რომ ის მის
მისმა ოჯახმა დააკრძალა. როგორც უკვე მოისმინეთ, ოზდამიროვა საუბრობდა მისი ძმების მხრიდან ზეწოლის და ცემის ფაქტებზე და მისი ოჯახი, როგორც უკვე გითხარით, ძალიან ახლო გარემოცვის წევრებს წარმოადგენენ რამზან კადიროვისა, როგორც მამა, რომელიც იყო კადიროვის, ასე ვთქვათ, თავდაცვის მინისტრი და სპორტის კომიტეტის მინისტრის მოადგილე და მისი ძმებიც, ასე ვთქვათ, მუშაობდნენ რამზან კადიროვთან. ახლა საინტერესოა, როგორ მოახერხა ამ ქალმა საქართველოს დატოვება, რატომ არ იყო საქართველოს საზღვარი დაცული. უფლებადამცველები საუბრობენ ჩვენთან ინტერვიუში საზღვრებზე არსებულ შავხროლებთან დაკავშირებით და ასევე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რადგან საქართველოს კონსტიტუციაშიც წერია ის, რომ თუ ადამიანს საკუთარ ქვეყანაში ემუქრება სიცოცხლისთვის საშიშის საფრთხე, საქართველოს მთავრობა არის ვალდებული, რომ ამ ადამიანს მისცეს თავშესაფარი უზრუნველყოს საცხოვრებლით, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის ყურამდე ან არ მივიდა, ან ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩეჩნეთიდან გამოქცეული ლტოლვილი ქალისთვის მიეცა სათანადო თავშესაფარი, რის შემდეგაც უკვე ის ღირსების მკვლელობის მსხვერპლი ოჯახის მხრიდან გახდა. პირველ რიგში საკითხავია საქართველოს სამართალდამცავის სისტემა რამდენად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ გოგოს ემუქრებოდა საფრთხე და ის ექვემდებარებოდა ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობას და გარკვეული სახის ზეწოლასა და ზემოქმედებას. საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც სწორედ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარების მექანიზმებს აწესრიგებს, მიუთითებს იმაზე, რომ თუ ძალადობის მსხვერპლი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის სამქონე პირი და ის იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მის მიმართ გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა და ასევე ასეთი მსხვერპლი არ შეიძლება იქნეს დაბრუნებული უცხო ქვეყანაში, თუ არსებობს იმის ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ევალება, რომ იზრუნოს ასეთ მსხვერპლებზე, რომლებიც სწორედ ძალადობას გამოექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები შემოდიან საქართველოში, ეს საფრთხეები მაინც არსებობს ხოლმე, იმიტომ რომ მოძალადეები ცდილობენ, რომ ეს ადამიანები მოტყუებით, ზეწოლით გაიყვანონ ისევ ქვეყნიდან, ან თავად ჩამოვიდნენ ხოლმე სახელმწიფოში და თავიანთი ეს დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანონ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საქართველოს მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ერთი მხრივ შეძლოს ასეთი შემთხვევების გამოვლენა და მეორე მხრივ გამოიყენოს დაცვისა და დახმარების მექანიზმები. ეს შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო უკვე აღარ წარმოადგენს უსაფრთხო თავშესაფარს, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ რუსეთის რეჟიმს გამოქცეული ადამიანებისთვის და ასე მოხდა ალია ოზდამიროვას შემთხვევაშიც. ახლა მთავარი კითხვა არსებობს კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე სასაზღვრო პოლიციის მიმართ. ბუნებრივია ჩვენ მათთან გადავამოწმებთ ინფორმაციას, დავსვავთ კითხვებს, რატომ არ არის სათანადოდ საქართველოს საზღვარი დაცული, რატომ არსებობს შავი ხვრელები, რისი გამოყენებითაც ადამიანების გადაყვანა იძულებით არის შესაძლებელი სხვა ქვეყნებში და აქვს თუ არა სასაზღვრო პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულად ინფორმაცია 33 წლის ჩეჩენ ქალთან დაკავშირებით, თუ როგორ დატოვა მან საქართველოს საზღვრები.